ეს არის ადგილი, რომელზეც 16 აყაიშვილმა თქვა ვარძიას მოგაგონებსო. გსმენიათ რაიმე მდინარე ხრამის ხეობაში მდგარ იმ იდუმალ სავანეზე, რომელსაც ჩვენმა წინაპრებმა მისი სიდიადით გამოწვეული განცდის გამო პირღებული უწოდეს. სად გაქრენ ბერები, რომლებიც აქ საუკუნეთა განმავლობაში კლდეში ნაკვეთ სენაკებში ლოცულობდნენ. ვინ აოხრა მონასტერი ისე, რომ მისი აღდგენა მხოლოდ საუკუნეების შემდგომ მოხერხდა. და რატომ აირჩიეს ქართლის ძლევამოსილმა თავადებმა სწორედ ეს ხეობა მათ საგორეულო საძვალედ. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად დროში და ამოხსენით პირღებულის ამოუცნობი ისტორია. სანამ უშუალოდ ისტორიულ ნაწილზე გადავიდოდეთ, მინდა გარკვეული დოზით ის გზა გიჩვენოთ, რომელიც ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტისკენ მიემართება. ასე რომ ერთად გავიაროთ მდინარე ხრამის ფოთლოვანი ტყით შემოსილი კლდოვანი ხეობა. შემდეგ კი საუკუნეებით უკან ისტორიულ საქართველოში გადავინაცვლოთ. ესე იგი შევუდექით პირღებულისკენ მიმავალ გზას, დაახლოებით 3-დან 4 კილომეტრამდე მიდის გრუნტიანი გზა. უბრალოდ სწრაფად ვერ მიდიხარ, გიწევს ნელი სიარული, როგორც უგზაობა შეეფერება და დაახლოებით საათი ცოტა მეტი გჭირდება. ესეთ პატარ-პატარა სირთულეებს გავდივართ პირღებულისკენ მიმავალ გზაზე. მე და ჩემი მეგობარი ვართ, ორივე ვრანგლერებით, გამზადებული საექსპედიციო მანქანებით, ესე ვთქვათ და ხა ეს გზა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. უბრალოდ როგორც წესია, ისეთი სიფრთხილით მოძრაობთ, რაც ამ გზას შეეფერება. ესე იგი ძალიან ცოტაღა დაგვრჩა პირღებულის ნამონასტრალამდე, უბრალოდ რაც უფრო უახლოვდებით, ცოტათი გართულდა გზა, რაც უფრო მიუახლოვდით, იმიტომ რომ ძეგლი გვჩება აი აქეთ მხარეს და ჩვენ ესეთი ტყით და მთიანი მასივით უვლით გვერდს და მე ნელ-ნელა უახლოვდებით და ამიტომაც ვინც პირღებულზე ნამყოფია, ყოველთვის იძახის, რომ არა პირღებულზე ავედით, არამედ ჩავედით პირღებულზე და ეხლა ბოლო მონაკვეთებს გავდივართ პირღებულის მონასტრისკენ ჩასასვლელ გზაზე. და ალბათ მაქსიმუმ 15 წუთი და უკვე მივვალთ. და ის ბოლო მონაკვეთიც, რომლის დაძლევის შემდეგაც უშუალოდ მონასტერს მივადგებით. 4 ფეხა მეგობარი, სამშვილდის ნაქალაქარიდან მოყოლებული გვაცილებს. ჩვენი სიკ დავაპურეთ და მანაც მადლიერების ნიშნად 4 კილომეტრი ჩვენთან ერთად გამოიარა. კადრში შესაძლოა კარგად არ ჩანდეს. მაგრამ აქ საკმაოდ მკვეთრი აღმართია. დაბალი გადაცემით, რაც შეიძლება ფრთხილად მივიწევთ წინ. გზა ვიწროა, მარჯვნივ კი ხრამის ღრმა ხეობაა, რომელთან გათამამებაც არ შეიძლება. როგორც ხედავთ, ეს დაბრკოლებაც დავძლიეთ. ახლა კი უკვე ვტკბებით ხრამის კანიონით და ვემზადებით მონასტრისკენ ფეხით ჩასასვლელად, რომლისგანაც სულ რამოდენიმე მეტრი გაგვაშორებს. ერთადერთი იმედგაცრუება ისაა, რომ მონასტრის მთავარი სამლოცველო დაკეტილი დაგვხვდა. ამიტომაც ვერ შევძლებთ თქვენთვის ტაძრის შიდა სივრცის ჩვენებას. ახლა კი დროა გადავიდეთ ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის ისტორიულ ნაწილზე და მოვისმინოთ პირღებულის მონასტრის თავს გადახდენილი ამბები. ძველ ქართულ სამეტყველო ლექსიკაში არსებობდა ერთი ასეთი სიტყვა პირღებული. პირდაპირ მნიშვნელობით ის ღია პირს ნიშნავდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები ძირითადად ამ სიტყვას წარმოთქვამდნენ მაშინ, როდესაც რაღაცას ისინი გაოცებაში, აღტაცებაში მოყავდა. დღევანდელ სიუჟეტში მე თქვენ გიჩვენებთ მდინარე ხრამის კლდოვან ღრმა ხეობაში მდგომ იმ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ანსამბლს, რომლის შემყურეს მართლაც გაგიჩნდება ის შეგრძნება,
რასაც გაოცება ჰქვია. მონასტერი ქციის ხრამსაშინა პირღებული, კლდე გამოკვეთილი, დიდითა შენობითა და ყოვლითა შემკული, ზის არქიმანდრიტი, იტყვიან თამარ მეფის ქმნულსა. ეს გახლავთ ნაწყვეტი, მე-18 საუკუნეში მოღვაწე, ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებიდან აღწერა სამეფო სასაქართლოსა, საიდანაც ვიგებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი მოიხსენიება როგორც პირღებულის მონასტერი. მე-18 საუკუნისათვის ქრისტიანულ სავანეში შანს არქიმანდრიტი, რაც თავის მხრივ მიუთითებს, რომ აქაურობა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დაცლილი. ხოლო აგების თარიღად მეფე თამარის ეპოქაა მიჩნეული. ახლა დავიწყოთ ძიება და ზედმიწევნით განვიხილოთ ყველა ის გარემოება, რაც ზუსტ წარმოდგენას შეგვიქმნის ქრისტიანული სავანის შესახებ. მთავარი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სამრეკლო, გალავანი, სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები და კლდეში ნაკვეთი, ბერებისათვის განკუთვნილი სენაკები, ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმნიდა პირღებულის კომპლექსს. ხოლო ვახუშტისეული ჩანაწერის თანახმად მათი აგება თამარის მეფობისას განხორციელდა, მაგრამ ეს საკითხი მთლად ასე არ არის. მართალია, დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ჩანაწერები საკმაოდ მწირია, სამაგიეროდ არაერთი რელიეფურად შესრულებული წარწერა იქნა გამოვლენილი აქ განხორციელებული ექსპედიციების შედეგად გასულ მე-20 საუკუნეში. ერთ-ერთ უმთავრეს აღმოჩენას წარმოადგენს მთავარ სამლოცველოზე შესრულებული წარწერები, რომელთაგან პირველში ხსენებულია წინამძღვარი დემეტრე, ხოლო მეორეში ქტიტორი, ესე იგი მაშენებელი ტაძრისა, დედოფალი რუსუდანი. სწორედ აქედან გამომდინარე, პირღებულის ცენტრალური ეკლესიის აგების თარიღად მოისაზრებოდა მე-13 საუკუნის პირველი ნახევარი, კერძოდ კი თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის პერიოდი. 2008 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქვემო ქართლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მეცნიერი თემო ჯოჯუა გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ეხებოდა პირღებულის მონასტრის წარწერაში ხსენებულ რუსუდანის ვინაობას. ჯოჯუამ ქართულ ნოტარიულ წყაროებზე დაყნობითა და პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე რუსუდანი გაიგივა თამარის მამიდასთან, გიორგი მესამეს დასთან და შესაბამისად ტაძრის აგების თარიღადაც მე-12 საუკუნის 90-იანი წლები დაასახელა. წინამძღვარი დემეტრე კი ამავე პერიოდის სასულიერო მოღვაწესა და პირღებულის ქრისტიანული სავანის პირველ ხელმძღვანელს წარმოადგენს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პირღებულზე მომუშავე კიდევ ერთმა ქართველმა მეცნიერმა, არქეოლოგმა ნოდარ ბახტაძემ, რომელმაც ძეგლის გარშემო კვლევები განახორციელა, მოპოვებული მასალის ანალიზის საფუძველზე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კიდევ უფრო ძველად, კერძოდ კი მე-10 საუკუნით დაათარიღა, ხოლო მე-12 საუკუნე მისი განახლების პერიოდად დაასახელა. ეს ძეგლი თავისი გამოქვაბულებით რამდენადმე მოგვაგონებს ვარძიას. წერდა ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ღვთისკაცად წოდებული ექვთიმე თაყაიშვილი, მას შემდეგ, რაც მან ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი მოინახულა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ თაყაიშვილის მიერ მიკვლეულ, მთავარი სამლოცველოს დაქცეულ, სამხრეთ მინაშენის კარის თავზე არსებულ ქვის ფილას და მასზე ასომთავრულით შესრულებულ წარწერას. ნებითა და შეწევნითა ღვთისა, მეთბილელ საგინაშვილი ელისე, ღირს ვიქმენ მეორედ აღშენებად გაუხრებულისა, ამის მონასტრისა და განვაახლე შიგნით ხატებითა და საკურთხევლითა და შემოწირე სამი კვამლი კაცი ჩემი, ნასყიდით აფრაყალას და დაგიბრუნე ორი წისქვილი, აწვინი კითხავდის, შენდობით მომიხსენებდეს. ამ მინაწერიდან შანს, რომ პირღებულის მონასტერი აუხრებული ყოფილა და თავიდან აღუშენებია ვინმე თბილელ ელისე საგინაშვილს. ელისე გახლავთ მე-17 საუკუნის ქართლის გამოჩენილი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროთა თანახმად იყო თბილისის სიონის საყდრის ეპისკოპოსი. სანამ ნათელს მოუფენდეთ იმ საკითხს, თუ რა იყო მიზეზი სიონში მოღვაწეს სასულიერო პირის მზრუნველობისა პირღებულთან მიმართებაში, დავაჯამოთ ის ცნობები, რაც სერიის მიმდინარეობისას დაგვიგროვდა მონასტრის შესახებ. ესე იგი, ვიცით, რომ აქ მდგომი ტაძარი, რომელიც ღვთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი, თავდაპირველად მე-10 საუკუნეში აუგიათ. ხოლო შემდგომ მე-12, მე-13 საუკუნეების მიჯნაზე გიორგი მესამეს დას რუსუდანს ის ხელახლა განუახლებია. პირველი მწყემსი აქ მოღვაწე სასულიერო პირებისა ვინმე დემეტრე ყოფილა, ხოლო მე-17 საუკუნისთვის კი აქაურობა სრულიად აუხრებულია.
ისმის კითხვა, ვის მიერ ან როდის მოხდა პირღებულის მონასტრის აკლება. ამაზე ზუსტი პასუხი არ მოგვეპოვება, მაგრამ ამას ადგილი უნდა ჰქონოდა მე-13-მე-14 საუკუნეებში, ანუ იმ დროს, როცა საქართველოში მონღოლები ბატონობდნენ. მათი ლაშქრობებიდან ყველაზე დამანგრეველ სახეს მაინც თემურ ლენგის შემოსევები ატარებდა. ივანე ჯავახიშვილი როგორც იტყოდა, ლენგის შემოსევების შემდეგ საქართველო გამანადგურებელი მიწისძვრისა და ბორბალ ქარისგან დაზიანებულ ქვეყანას მიაგავდა. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თემური ეკლესია მონასტრების განსაკუთრებული მტერი იყო. ქართლის ცხოვრება როგორც გვიყვება, მონღოლი მხედართმთავრებისათვის ლენგს საგანგებოდ დავალებული ჰქონდა. სრულიად მოუხრება და დასრულება ქართლისა და უმეტესად წმინდა ეკლესიათათვის. დაარღვიეთ მისა ფუძლამდე მისსა. ასე რომ დიდი ალბათობით პირღებულის ასეთი გავერანებაც სწორედ თემურის დროს მე-14-მე-15 საუკუნეთა მიჯნაზე მოხდებოდა. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ მალევე არ განხორციელდა აღდგენითი პროცესები. მაშინ გეტყვით, რომ არც მომდევნო ეპოქებში დაკლებია ჩვენს ქვეყანას მაოხრებელი შემოსევები, რომელთა სულის ჩამდგმელებსაც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ხან უზუნ ჰასანი, ხან შაჰ ისმაილი, ხანაც კი შაჰ თამაზი წარმოადგენდნენ. ხოლო ერთ-ერთ საბრძოლო პოლიგონს კი ქვემო ქართლი, რადგანაც გადამთიელი დამპყრობლები სწორედ ამ მხრიდან შემოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში. მიუბრუნდეთ თბილელ ეპისკოპოსს და მე-17 საუკუნის, როდესაც დიდხნიანი მდუმარების შემდგომ კვლავ გამოცოცხლდა პირღებულის ქრისტიანული სავანე. ფეოდალური ეპოქისათვის დამახასიათებელ არაერთ სამართლებრივ დოკუმენტში, ეგრეთ წოდებულ წყალობის სიგელშია მოხსენიებული საგინაშვილთა გვარიშვილები, რომელთა ძირითად საცხოვრებელ არეალსაც ალგეთის ხეობა წარმოადგენდა. ისინი ქართლის სამეფო კარზე აღზევებას იწყებენ მე-16-მე-17 საუკუნეებში, რაც გამოწვეულია მათი მონარქისადმი ერთგულებით. ამ პერიოდიდან იწყება ამ ოჯახის წარმომადგენელთა მჭიდრო კავშირი თბილისის სიონის ტაძართან და სწორედ ამის გამოძახილია 1628 წელს ელისე საგინაშვილის დანიშვნა სიონის საყდრის ეპისკოპოსად. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ის მტერთაგან დაქცეული სიონის აღდგენას და პარალელურად იგივე საკეთებს პირღებულის მონასტერთან მიმართებაშიც. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა თბილელმა ეპისკოპოსმა ქვემო ქართლის სიღრმეში მყოფი მონასტრის განახლება, საკმაოდ მარტივია. ჯერ კიდევ ერთიანი ფეოდალური საქართველოს ხანაში სიონის ტაძარს მფლობელობაში ჰქონდა მამულები, როგორც თბილისში, ასევე ქვემო ქართლში, ხოლო პირღებულის მონასტერი წარმოადგენდა თბილელ ეპისკოპოსებისათვის ადგილს, საიდანაც ისინი ახორციელებდნენ ამ მხარეში გაფანტული მამულების ექსპლუატაციას. შესაბამისად, ელისე საგინაშვილი თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოვალეც კი იყო პირღებულის ხელახლა აღშენებისა. მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ იმ მოცულობის სამუშაოები, რაც მან თითქმის ერთდროულად თბილისში და ხრამის ხეობაში გასწია, გარდა მატერიალური სახსრებისა, საკმაოდ დიდ სულიერ ენერგიასაც მოითხოვდა. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ამ დროს ქართლის მეფე იყო ირანის შაჰის კარზე აღზრდილი, გამაჰმადიანებული ბაგრატიონი როსტომ ხანი, რომელიც მიუხედავად მისი სპარსული პოლიტიკისა, ხელს უწყობდა სამეფოში ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და ფუნქციონირებას. პირღებულის მონასტერში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისას თბილელ ეპისკოპოსს შეუკეთებია ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, შეუმკია იგი ხატებითა და საეკლესიო სამკაულებით. სრულიად აღუდგენია კომპლექსში შემავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და ასევე მოუწესრიგებია მონასტრის მეურნეობაც. ასე ამგვარად, მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ელისე საგინაშვილმა პირღებული კვლავ სრულყოფილ ქრისტიანულ სავანედ აქცია. ამ ამბებიდან კიდევ თითქმის 2 საუკუნე უწყვეტად მიმდინარეობდა სასულიერო ცხოვრება ხრამის ხეობის ისტორიულ სავანეში. ცნობილია იმ წინამძღვართა ვინაობა, რომელნიც მწყემსავდნენ მონასტრის საძმოს. 1657 წელს პირღებულის სავანეს ხელმძღვანელობდა იოსები, 1667 წელს რომანოზი, 1683-ში ნიკოლოზი, შემდეგ იოსები და ყველაზე ბოლოს 1766 წლისათვის კი სვიმონი. ზემოთ ჩამოთვლილი პირები, გარდა იმისა, რომ ყველა პირღებულის წინამძღვარს წარმოადგენდა სხვადასხვა დროში, მათ კიდევ ერთი საერთო გააჩნდათ. ისინი იყვნენ აბაშიშვილთა ოჯახის შვილები. მე-16 საუკუნეში
მას შემდეგ რაც დაიწყო ქვემო ქართლის უმსხვილესი სათავადოს ბარათიანთ გაყრა ერთ-ერთი სახლი კაცის აბაშიშთა მომავლები იწოდნენ აბაშიშვილებად. ასე ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ბარათაშვილ აბაშიშვილები მე-17 საუკუნიდან მოყოლებული. მას შემდეგ რაც პირღებულის მონასტერი მეორედ აღშენდა და იქამდე სანამ მან როგორც სასულიერო სავანე არსებობა არ შეწყვიტა, ეწეოდნენ აქ მოღვაწეს სასულიერო პირთა მწყემსვასა და ქრისტიანული კომპლექსის წინამძღოლობას. ამას გარდა გეტყვით, რომ ზემოთ ხსენებულ პერიოდში პირღებული აბაშიშვილთა საგვარეულო საძვალესაც კი წარმოადგენდა. მე-18 საუკუნის მიწურულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის პირღებული თანდათან დაიცალა სასულიერო პირთაგან და კვლავ გადაიქცა ნამონასტრალად. მიუხედავად მისი მასშტაბურობისა და განსაკუთრებული არქიტექტურისა, რომელიც ერწყმის ხრამის ხეობის საუცხოო ბუნებას, ჩვენი ცოდნა ამ ძეგლის წარსულის შესახებ მაინც ძალზედ მწირია. აქ მოსული და პირღებულის შემხედვარე აუცილებლად დაფიქრდები იმ წარსულ დიდებაზე, რაც ჩვენს წინაპრებს ოდესღაც ჰქონიათ. დასრულდა ჩვენი დღევანდელი ისტორიული ექსპედიციაც. გემშვიდობებით მომდევნო ახალ სიუჟეტამდე. მანამდე კი უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს გვერდში დგომისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერი ღვთის შეწევნით, წარმატებით და მშვიდობით გავაკეთეთ. თქვენ კი დაგიტოვებთ თხოვნასა და მოწოდებას, გამოიწერეთ ჩემი ისტორიული სახის არხი და დაელოდეთ ახალ მომდევნო არაერთ სიუჟეტს დაკარგულ საინტერესო ადგილებზე. დროებით.